სტამბოლში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელსაც გასაღების ტაძარსაც ეძახიან, უამრავი სასწაული აღევლინება. ტაძარს მორწმუნეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. რა ისტორია აქვს ეკლესიას, რატომ აქვს გასაღები და სურვილი სასრულების შემდეგ უკან აბრუნებენ ამის შესახებ ტელეკომპანია გურჯაანთან ინტერვიუში ისაუბრა ხელოვნებათმცოდნე და მომლოცველი პილიგრიმის თანადამფუძნებელმა თინათინ გამცემლიძემ. ამ ტაძრის ისტორია ასეთი არის. კონსტანტინოპოლში მის ძველ ნაწილში ვალერიუსის აკვედუკთან მდებარეობს ეს ტაძარი, რომელიც ხალხში იწოდება სურვილების ეკლესიადაც, პირველი დღის ტაძრადაც, გასაღების ეკლესიასაც ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში ის არის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც აიგო ცხოველმყოფელ წყაროზე. და გადმოცემა ასეთ რამეს გვიყვება, რომ სადღაც მე-18 საუკუნეში ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. მე-18 საუკუნეში ამ ადგილზე ცხოვრობდა ბერძენი ვაჭარი, ვაჭრის ოჯახი და ამ ოჯახში მოხდა გამოცხადება. მის პატარა ქალიშვილს, ვაჭრის პატარა ქალიშვილს გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც უთხრა გოგონას, რომ ამ ადგილას მათი ბაღის ტერიტორიაზე, ანუ სახლის ბაღის ტერიტორიაზე იყო ცხოველმყოფელი წყარო. და სთხოვა, რომ ეპოვნათ ეს ადგილი და ამ ადგილზე დაეარსებინათ, აეშენებინათ მის სახელზე ეკლესია, რომ ხალხი მოსულიყო და მიიღო ამ წყაროსგან კურნება და ალბათ სურვილების შესრულებაც. ასე ამბობს ესეთი ძველი ლეგენდა, გადმოცემა უფრო სწორედ. და მართლაც ვაჭარმა რომ მოისმინა თავისი ქალიშვილის მონათხრობი, ისეთი მორწმუნე ოჯახი იყო, რომელმაც ეს გამოცხადება პირდაპირ ნიშნად მიიღო, ღვთის ნიშნად მიიღო, რომ ეს ადგილი უნდა გამხდარიყო მის სადიდებლად. და მართლაც დაიწყეს ააშენეს ეკლესია. დღევანდელი ტაძარი პირველი სახით არ არის შემორჩენილი, მერე მოგვიანებით არის კიდევ გადაკეთებული, თუმცა ეზოში არის პატარ-პატარა ქვები, რომელიც იმ ძველი ტაძრიდან არის შემორჩენილი. ჩუქურთმიანი ქვებია, ვინც ნამყოფია, ამას შეამჩნევდა. არის სვეტები ასევე დარჩენილი. ეს პაწაწუნა ეკლესია ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს მთელი მსოფლიოდან, თუმცა ბოლო ხანებში უფრო ცნობილი გახდა, მაგრამ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ ტაძარში სიარული, მაშინ ჯერ ბევრმა არ იცოდა ამ ტაძრის შესახებ და მართლაც აღმოჩენა იყო და დღეს ნელ-ნელა უფრო და უფრო ცნობილი ხდება ამ ტაძრის შესახებ, რომ აქ მისული ადამიანი გულწრფელი თხოვნით, გულწრფელი სურვილით, ღმერთს გაუმხილოს თავისი სურვილი, არ რჩება უპასუხოდ. ის აუცილებლად პასუხს იღებს სურვილის შესრულებას თუ კურნებას, ყველაფერს, რასაც ითხოვს თავისი ზეციერი მამისგან. რამდენი გასაღებიც იყიდება, იმდენი გასაღები უკან ბრუნდებაო, ამბობენ. ანუ თითქმის ყველას უსრულდება თავისი თხოვნაო. ესე იგი, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ეს ხალხმა დაადგინა და ისედაც ქრისტიანული და ბიბლიურია ეს, რომ როდესაც სურვილს შეგისრულებენ, როდესაც განკურნავენ, უკან უნდა მობრუნდე და მადლობა უთხრე, როგორც სახარებაშია, რომ განკურნეს და ერთი მობრუნდა უკან მარტო მაცხოვართან. აი, აქაც ესეთი მოთხოვნაა, რომ როდესაც სურვილს შეგისრულებს ტაძარი, მაშინ დავანებული მადლი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაბრუნდე უკან, დააბრუნო ეს გასაღები უკან, რომ მერე სხვამ წაიღოს და სამადლობლის ნიშნად, სამადლობელი ლოცვა უნდა აღადგინო, შესაწირავი დატოვო, ან ტკბილეული მიიტანო და გაუმასპინძლდე იქ მყოფ ადამიანებს. ასეთებს ბევრს ვნახულობთ ხოლმე ჩვენ სხვათა შორის, რომლებიც ზოგი გასაღების რიგში დგას და ზოგი დგას ტკბილეულით ხელში და უმასპინძლდება გარშემო ყველას იმის ნიშნად, რომ მან უკვე მიიღო თავისი, ასე ვთქვათ, სურვილის თავისი თხოვნაზე პასუხი.